საღამომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის მოგითხროთ, მოგახსენეთ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. უკვე მეორე დღე არის ოპოზიცია იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ცდილობენ როგორმე მიუახლოვდნენ კაპიტოლიუმის ღობეს მაინც, რომ შორიდან დაინახონ რა ხდება შიგნით ეზოში, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ახერხებენ და შანსებიც არა აქვთ იმისა, რომ რაღაც გარკვეული მინიმალური ინფორმაცია მაინც მიიღონ იქიდან. მაგრამ თუ მათ ჩვენ ესე იგი მოусმენთ და დაუგდებთ ყურს, ისინი უკვე პირდაპირ კონტაქტში არიან ტრამპთან და ადგილების განაწილებული აქვთ საქართველოში, რომ ჩამოვლენ ვინ რა თანამდებობებზე უნდა დაждდნენ. Ну, მოკლედ ერთი სიტყვით, მეც მთელი ეს რომ მეტყვი კოლექტიური მოქმედებები ოპოზიციის მხრიდან ზოგი, რა ვიცი, იქ ვის ლოგინში კოტრიალებს, ზოგს ვის შეუკოტრიალებენ ლოგინში და აქვთ ასეთი გარკვეული, რომ მეტყვი მთელი სექსუალური ცხოვრება შექმნილი იქ. ამით არიან დღეს ისინი დაკავებული ამერიკის შეერთებულ შტატებში და არა რაღაც გარკვეული პოლიტიკური შეხვედრებით და იმ ღონისძიებებით, რომელიც ღონისძიებებს ეს 2 დღის უკან ჩატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და იყო ტრამპის ინაუგურაცია. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ამ თემებთან დაკავშირებით. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ბატონი რამაზ გაგნიძე, კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ადამიანი, რომელიც მთელი თავის ცხოვრება ხმალ ამაღებული ბრძოლობს და ებრძვის ამ სექტანტურ და ამ მართლაც რომ არატრადიციული ცხოვრებით პაცხოვებელ იმ დაჯგუფებებს, რომელიც დაჯგუფებებს დღეს საქართველოში თითქმის კვლავ აქტიურობენ და ჩვენ ამ საკითხებს განვიხილავთ. რა მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში? რატომ იგვიანებენ ეს ჩანგალზე წასული სტუმრები, რომლებიც სუფრასანს კი არ მიუშვეს? და როგორ განვითარდება მოვლენების შესაბამისად შემდგომ, როდესაც ისინი საქართველოს ჩამობრძანებიან. ბატონო რამაზ, ადმინისტრაცია წავიდა ოპოზიცია აქედან, როგორც ისინი ამბობენ, თითქოს ტრამპის ხელმოწერით აქვს ყველას მიღებული ეს მოსაწვევი ბარათები და ისე არიან წასულები, მაგრამ რაღაცნაირად ძალიან საეჭვოთ არის იმათი იქ ყოფნის მდგომარეობა და თქვენ რას გვეტყვით, რა ინფორმაცია გაქვთ და რა არის მათი ესეთი რაღაც ისეთი სტუმრობა, გაურკვეველი სტუმრობა, რომელიც სტუმრობას დღესდღეობით ამოუხსნელი არის. პირველ რიგში მივესალმები თქვენ ტელემაყურებელს, მშვიდობას და ბედნიერებას უსურვებ ყველას. კონსერვატორული ცხოვრების დასაწყის და გაძლიერებას უსურვებ 2025 წლიდან ყველას და აბსოლუტურად ტრადიციები და ზნეჩვეულებები და ჩვენი მამაპაპის ნაბრძოლის შენარჩუნებას და ყველაფერს იქეთ. გაიხარეთ, იცოცხლეთ, უკეთესობას მომავალი ცხოვრების. იცოცხლეთ. ყოველდღე გამომდინარე. ეხლა რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ ბრჭყალებში მიწვეულებს ინაუგურაციაზე ეს უკვე სასაცილოზე მეტია, ფიზიკურად ეხლა ადამიანს შეუძლია გაითინოს რამეზე, მაგრამ იმაზე მეტი მე მგონი არა, უბრალოდ გადაიხარხარა. არა, ვერთობი, ორი დღე კარგად ვერთობი. ნობისთვის მინდა რომ შევახსენო ჩვენს ტელემაყურებელს, რომ 2017 წელს იანვარში დიახ. მიშა სააკაშვილიც ვითომ მიპატიჟებული იყო, ვითომ და სინამდვილეში კარგად ვიცი რომ იგი ბუჩქებიდან და ხიძიდან ანუ პერიმეტრზე შიგნითაც არ შეუშვეს. თეთრი სახლის ტერიტორიას პერიმეტრზე ღობესთანაც ღობის შიგნით არ შეუშვეს და კარგად ახსოვს პირად ეთერში ხან საღეჭირეზე იღეჭებოდა, მანამდე ჰამბურგერი ქონდა ნაჭამი, და ჰამბურგერს ჭამდა. მე ტელეფონზე საუბრობდა, გამწარებული, გაცხარებული ეთყობა თავის საყვარელ ბიძას ურეკავდა თემურ ალასანიას, ესე მიქნეს ეს ყოფილი პრეზიდენტი ამ დღეს ჩამაგდეს. ნუ სავარაუდოდ ესეთი კადრები იყო, რაც ახლა მისი გამომეტყველებით ჩანდა. ეს ხო 2017 იანვარში. ეგრეთ წოდებული მიწვეული ბატონი მიშა სააკაშვილის ბედი. და 2025 წელს ახლა ამჟამად იანვარში სალომე ზურაბიშვილი შეიყვანეს შიგნით გარკვეულმა რანგის პოლიტიკოსებმა, ოღონდ შეიყვანეს სხვა ოთახში, სადაც ტელევიზორს აყურებდნენ. ხა ტელევიზორს იმიდა რა ქვია, თბილისთან უყურებდა, თუ იქ რა მნიშვნელობა ქონდა დიდი არა. მე მაგალითად უფრო კომფორტულად აქედან აყურე ტელევიზორს. ხო, კი ბატონო, გეთახმები და ნუ იქ წაიმატრაკოცა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც მანამდე განაცხადა მოსახლეობისგან მეხსიერება მინდა იმას გავახსენო მოსახლეობას, ზუსტად ერთი კვირის უკან, რომ მე ვარ მოქმედი პრეზიდენტი საქართველოსი, არ ვცნობ მთავრობას, რომელმაც არჩევნები გააყალბეს არალეგიტიმურ მთავრობას, მე ჩავალ ტრამპის მიწვევით ინაუგურაციაზე, მე ისევ ჩამოვალ, აქ დავნიშნავ უკვე ახალ ვადამდელ არჩევნებს, ეს სალომე ზურაბიშვილის სიტყვებია.
დაუნიშნავ ბრიფინგზე გაკეთე მან ეს განცხადება და დაუნიშნავ ახალ არჩევნებს ავირჩიე ახალ მთავრობას მოვიგებ ჩვენ იმას და ტრამპთან ვიქნები ჩვეულებრივ ურთიერთობაში როგორც ისევ ახალი პრეზიდენტი. ერთ სიტყვით ეს სალომე ზურაბიშვილის ხო თითქოს სახურავი აქვს აღებული და ეგრეთ წოდებული კრიშა და კახელების თქმის არ იყოს მას ფურცლები აქვს ამოხეულიო. აი ზუსტად მაგას ფურცლები აქვს ამოხეული რა. ყველანაირად და ეს უკვე სასაცილოზე უარესია. უბრალოდ თუ ეგ არის უბედურება რომ ამერიკას აჩვენებენ რამდენად დეგენერატი პრეზიდენტები ყავდა საქართველოს და იმ ერთმა ნაკლებად დეგენერატმა ჭკუა იხმარა ეგრეთ წოდებულმა მარგველაშვილმა ხო პრეზიდენტი უბრალოდ გვარი მარგველაშვილმა ჰა წინდებს ოქსოდა და გვახსოვს რომ იზახთა რომ მეო ძალიან პლასტინი ვიტაო სადაც მიმაგდებენ და სადაც გავეჭხირებიო იმ საგნის და იმ ფორმის ზომას ვიღებო და იმის ვიღებო რა ქვია ფორმას ვიღებო კონკრეტულად იმ საგნისო ეხლა რა თქვა თქვენ კარგად მიხვდეთ უკვე სისულელე თქვა მაგით მარგველაშვილმა და უბრალოდ მაშინ უბრალოდ ტრამპის ინაუგურაცია არ იყო თორე ესაც მივიდოდა სამდე ხეზე ჩამოჯდებოდა რაღაცას წინდეს მოხსოვდა კარტოფილს ათესავდა სამდე თეთრი სახლის გარშემო დიდი ალბათობით ან სიმით და ლობიოს მიაყოლებდა კიდე და როგორც არის იქ ადგილები ხო კი არის ადგილები კი ბატონო ხო მით უმეტეს სიმიდი ამერიკული წარმოშობისა ხო კარტოფილიც ხო კი კარტოფილიც და ლობიოს კი ბატონო კი ბატონო მე რაჭულებდა იმედა მივითვისე თორე დაანჩენე პრობლემა არ არის და აი ეს სამარცხინო და სასაცილო პრეცედენტები იყო სამწუხაროდ აქედან გამომდინარე და რა ვიცი სხვა რა უნდა გითხრათ მეტი კომენტარი არ მაქვს აი ისეთ რა არის ბატონო რა მართლაც რომ მე სიმართლე გითხრათ მეგობრებო და მე დამეთახმება ჩემი აგერ მეგობარის რამაზიც ორი დღე არის ძალიან კარგი გასართობი რაღაცა ესე იგი გვაჩუქა ოპოზიციამ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მაგრამ სასწაული რა არის იცი ეს ჭუჭუ ვაშაზე ბიჭო ასა ტიპიური კი სოფლიო თაღლითი გაიგე აი სოფლიო თაღლითი ჯერ კუტუ არ გავხთა რა გავხდება დროა კიდო ჯერ პრაქტიკაში ჯერ სტაჟირებას გადის არა მაგის სწრაფად გაიგე სტაჟირება კი ყავს ეტყვი ახლა ხო და ესე იგი სურათები გამოაქვეყნა და ვიდეო რგოლები გამოაქვეყნა ისეთი რომ გაგიჯდები კაცი და მოკლედ თურმე თვითონ ყოფილა წამყვანი ამ იმისი რა ქვია ინაუგურაციის მაგას გაუხსნა თქოთ მეგობრებო კადრები აჩვენოთ და როგორ არის ვაშაძე და მარჯვენა და მარცხენა ფლანგს როგორ უშვენებს მას ბაიდენი და ტრამპი გაიგე ყოფილა წამყვანი ყოფილა გაიგე და გახსნა თურმე ესე იგი წარმოედგინეთ თქვენ ინაუგურაცია და აი უყუროთ იქ ხო აჩვენებთ თან კადრებს აჩვენებთ და იქიდან ახლა მე გამოვიდა სიტყვით და ერთი სიტყვითო მოკლედო ჩვენო კარგად ჩავატარეთო მშვიდობინად ჩავატარეთო გაიგე ეს ინაუგურაციაო და აქ კიდო თავისმა ტვინ გახვეტვინა პარტიის წევრმა მანჯგალაძემ დაუჭირა მხარე და აბა ვაშაძე კაცო ეს ის იყო რა ქვია თელი ის მანჯგალაძე რომელია ყველა შეხვედრაზე როცემე ხო ეგ არის მანჯგალაძე და ეხლა ამ დონის პოლიტიკოსები რო გეყოლება ქვეყანაში ბატონო რამას ამ დონის პოლიტიკოსები ეხლა ჩვენ გასაგებია ვიცით კაცო ვინ არიან და თავიდან ბოლომდე გადახარშული ყავს ეს ადამიანები და საიდან არიან აი ამ ჩათესლებული ამ ჩვენს ქვეყნის პოლიტიკურ იმაში რომ მიტყვი თელ პოლიტიკურ ველზე ეს ყველაფერი კარგად ვიცით მაგრამ ბიჭო ახლა მათ ცოტა გონიათ ეთყობა ეს ხალხის როგორ თვითონ არიან ასე გონება დაბნელებულები სულ მოწამლულები მოსახლეობას ესეთი გონიათ რომ ამ დონის ინფორმაციით ყვებავენ საზოგადოებას ეს ტვინ გახვერტილი და ეს ავამტყოფი სულით ავამტყოფი ადამიანები და ბიჭო ერთხელ სამუდამოდ ხო უნდა რაღაცინად იქნეს გადაწყვეტილება მიღებული რომ ვაშაძე არ იყო რომ ამ თელ ამას რო ხელმძღვანელობთ აგრე ამ ტრევას ლეწვას მკვლელობებს და რა ვიცი ყველა ჩეხხვებს და იმას და ეს კაცი რატო უნდა დადიდეს ასე იქით-აქეთ თავის ჯგვაზე რატომ არ უნდა იყოს დღეს რაღაც გარკვეული სამართლებრივი სამართლებრივი დენა ამ კაცის წინააღმდეგ ეს ვაშაძე ხაზარაძე და დანარჩენი ზმანიმის ხელმძღვანელობენ ამ სახელმწიფო გადატრიალების ცდილობას უკვე 2020 წლიდან ჩვენ კარგად გვახსოვს ივნისის ამბები, მე 21 წელს გვახსოვს მარტის ამბები, 22-ში გაზაფხულის და შემოდგომის ამბები და 23-ში და რა ვიცი, ყველა წელს და 24-ში კიდე რა ხდებოდა ახლა თვეების უკან და რა კიდევ შავი ისაა გაკრული თავზე და ნერვიულობენ კიდევ რომ ვერ ახდენენ გადატრიალებას
და ვერ ჩაითრია საქართველოს ომში, მადდა სამწუხაროდ და უბრალოდ ეს არის რომ სუსი რას აკეთებს ამ ქვეყანაში. აინტერესებს პოლიცია რას აკეთებს ამ ქვეყანაში, რომ სახელმწიფო განათლების ცდების ყველაზე უმძიმესი მუხლი, ერთ-ერთი უმძიმეს მუხლებში შედის. და მელია, გვარამია, ვაშაძე, ხაზარაძე, გახარია და ეს ხოშტარია და ხოშტერია. ლეკა, რუბლიოვკა, ლეალკა. და ასეთი ეს ავადმყოფი დეგენერაცია, ტვინში დეგენერაცია განცდილი ეგრეთ წოდებული საზოგადოების წარმომადგენლები, სექტანტური საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც არიან მართლა ლიბერალური თესლით ჩანერგილები ქვეყანაში. როგორი ლიბერალური თესლით ჩანერგილი იყო ბაიდენი და იმისი შნირები, პირდაპირ ვიტყოდი, მონები საქართველოში. ლამის სოფლიო კი მოამოაღია. კი ბატონო, და აი საინტერესოა ეთი, როდემდე იქნება თქვენი კოჰაბიტაცია, ბატონო ქართული ოცნება და ბატონო ბიძინა, როდემდე იქნება თქვენი კოჰაბიტაცია? მაინტერესებს, როდის შეწყდება ეს კოჰაბიტაცია? როდის მიხედავთ იმ ტყუილების და მიუხედავად, როგორ თქვენ მოიგეთ არჩევნები, რომ ხალხი მოატყვეთ ოფიციალურად, რომ ჩვენ აი არჩევნების მერე ეგრევე მიხედავთ, ვის მიხედავთ 2 თვეა კიდაღამ გადაგატრიალეს ნაციონალებმა. და ელემენტარულად თქვენი პოლიციელების მუნდირიც კი ვერ დაგიცავთ. იმ თვითონ პოლიციელები მათ თუ თავის მუნდირი დაიცვეს და პატივის წეს, თავის ღირსებას. თორე არ შეიძლება ესე პოლიციას წვავდნენ, გავაგზავნეთ თუ შეიძლება ეს პოლიციას ის ვაჟკაცობა არ დაუკავებთ. მაგას ვიძახი ზუსტად, ხო, პოლიცია პიროვნულად იმაშება, თორე როგორ შეიძლება ესე პოლიციის შეურაცხყოფა? ჩვენ ნაციონალების დროს ვინ გაბედავდა მაგას? ვინ გაბედავდა მაგას და არაკანონიერად არც მოგცილოთ ვითხოვდით სისტემის მოშლას და სისტემის გადაყენებას. მაგრამ ეხლა რაც ხდება, რავი, ჩემთვის არის ძალიან წარმოუდგენელი და აი ეს პოლიციელების დაწვა, მათი აი ესეთი შეურაცხყოფა, დაღუპული დედის საფლავების გინება. მე არ ვიცი ეს რომელი იმაში ზის, რომელიმე რა ძალადობაზე ლაპარაკობთ. ეთი საინტერესოა 2021 წლის 5 ივლისს ალტიფო და კონსერვატორი მოძალადეებს ეძახით, თქვენ მართლა ჩათლახებო და თქვენ მართლა ვირიშვილებო და თქვენ გარეწელებო და გათახსირებოლებო. თქვენ ვიზე ლაპარაკობთ საერთოდ? თქვენ ხართ ჩვენ ვართ ანუ კონსერვატორი მომართული ხალხი და ნაღდი პატრიოტი ეროვნული ხალხი, ჩვენ ვართ თურმე ესე იგი ბატონო ტრისთან მოძალადეები და თქვენ ხართ არამოძალადეები. 4-5 წელია რეებს აკეთებთ საერთოდ. და ბოლო ეს თვეები რეებს აკეთებთ. დაწვეს რუსთაველი კაცო რა გათახსირებოლებო თქვენ ხალხმა აი ელემენტარული ხალხმა რა დაგიშავათ, ვის რესტორნების გაქურდეთ, ვისი მაღაზიების გაქურდეთ, ვისი ინვენტარიც გამოიტანეთ, ვისი ინვენტარი დაწვით, იმ ხალხმა რა დაგიშავათ, ვისი მანქანების დაწვით. აი კერძო ხალხი მოსახლეობის, იმ ხალხმა რა დაგიშავათ, იმ ხალხს პეტარდები და ისინი შეუყარეთ, სახლები დაუწვით. იმ ხალხმა რა დაგიშავათ, შუშები რატო დაუუნტრიეთ, ხალხი რატო აუწიოთ, ბავშვები რატო დაუწიოთ, თქვენ გათახსირებოლებო თქვენ. თუ ეგ გინდათ რომ უარყოთ და ეგეთი რამე არ მოხდეს. ამას თავიდანვე რუსთაველს მე მთელი თბილისი მოიცვა, ხო? აი ამ გაურკვეველმა ქაოსმა გაიგე და ესე გარკვეული ესე იგი ლოკაციები იყო უკვე და რასაც თქვენ ბრძანებთ ახლა ღამე ხალხს არაძინებდნენ. ღამე არაძინებდნენ მოსახლეობა ქუჩებში დააღრიალებდნენ და რა ვიცი რაუბედურებას არ აკეთებდნენ, ხო და რას საშინელებას აჩადდნენ. თქვენ ქართული ოცნება კი არ გინათ კონკურენტებად. ქართული ოცნება კი არ უნდა იყოს სათავეში, უნდა იყოს კონსერვატორები სათავეში. თქვენ აი სიკვდილი მოგენატრებათ, აი და ციხე მოგენატრებათ რა. და პირდაპირ გეუბნებით, უნდა თქვენ ისე გაგიხდით საქმეს, რომ ხალხს შეეხვეწებით, ხალხი არა მთავრობას შეეხვეწებოდით, აი კონსერვატორ მთავრობას, რომ იქნება ციხეში შევაღწიოთ როგორმეო. აი პროკურორსთან ხვეწნამუდარით თქვენთან გაისროყავდით თქვენ თავს რა. ისე დღეში ჩაგაგდებდით რა. აი ამ საქციელის მერე, რასაც თქვენ ძალადობრივად გამოხატავთ. აი ხალხის წინ და მთავრობის და ყველა წინააღმდეგ აბსოლუტურად რა. თქვენ სექტანტებო თქვენ. აი ეს არის უბედურება. ხო, ახლა ნახეთ, ესე იგი რა ესე იგი აკადრეს საქართველოს. მარტო საქართველოს კი არა, ჩვენს უყველას რა არ გვაკვადრეს ეს ბოლო უფალს აგინეს და პატრიარქს აგინეს ეკლესიას და მართლმადიდებლებს აგინეს და მე ვინ ვარ რომ ჯერ ხო წლებია ჩვენ რა შეგვაგინო. წლებია ხო ამას ესე იგი ამ სიტუაციაში ვართ რა. წლებია რასაც თქვენ ძაებთ ახლა. აი ამ მდგომარეობაში ვართ რო შეურაცხყოფა ბოლო 4 წელია კაცო. 4 წელია, 5 წელია. რაც ქართული ოცნება მოვიდა ხო და ესენი გადავიდა. მე ბოლო 4 წელია, 5 წელია შეტევაზიანენ გადმოსულები.
გადავიდნენ ესენი ოპოზიციაში, ერთი რაღაც პერიოდი იყო, სანამ კოჰაბიტაცია მოხდებოდა, მანამ ცოტა აი ესე სოროსებში, სოროებში, როგორც კი სოროებიდან გადმოყვეს თავი, ხო? დაიწყეს პირდაპირ იერიშზე გადმოსვლა. ნუ გასაგებია, მთავრობას ეწინააღმდეგება, ხალხზე დაიწყეს, ჩვენზე დაიწყეს იერიშზე გადმოსვლა, ხო? ბატონო რამას, შეურაცხყვეს ეკლესიები, შეურაცხყვეს ოჯახები, შეურაცხყვეს ჩვენი რწმენა, ტრადიციები, წინაპრების საფლავები და ჩვენ ezt ვიხილეთ ვიღაცა წაკნა, მაიმუნი გატახსებული გოგო, რომელიც იქ საფლავზე შარდავს, გაიგე და ამაზე ხო უნდა ყოფილიყო რაღაც რეაგირებები, ხო? გასაგებია, კი ბატონო, თქვა, აღიარა რომ ჩვენ ვიყავით ამ მდგომარეობაში, ხო? კი, ამერიკის შეერთებული შტატების ეს ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის ხელისუფლება წენხის ქვეშ იყო. ჯერ აქვს ეს და ვიცით რომ სოფლიო მისი წენხის ქვეშ იყო, მაგრამ ეხლა დღესდღეობით უკვე უნდა გადაედგეს ნაბიჯით და მე ველოდები ახლა კომისია, რომელი კომისიას დაიწყოს მუშაობა, მოგდეთ, კომისია, რომელი კომისიას დაიწყოს მუშაობას, ეს სამართლიანობის საპარლამენტო კომისია. არა, ნახოთ კი არა. ნახოთ, მართლა ვნახოთ. ამ საპარლამენტო კომისიას. მე და თქვენ იმედი გვაქვს, მაგრამ ნახოთ სანამდე იქნება. როდის იქნება? მე რას მინდა? ნახოთ კი, მაგრამ როდის იქნება ჩვენი იმედი ისა გამყარებული? როდესაც ამ საპარლამენტო კომისიაში დავინახავთ ჩვენ იმ ადამიანებს, იმ შედეგს, რასაც ველოდებით. შედეგია. ჯერ ის ადამიანები უნდა დავინახოთ, რომელი ადამიანებსაც მართლაც აქვს უფლება იმისა, რომ მართლა გამოიწვიონ საქმეები. და იმათ უნდა დადონ შედეგი. იმათ უნდა დადონ შედეგი. და მე კიდე უნდა იყოს საზოგადოებრივი ჩართულობა. ჩვენ არის დაზარალებული ხალხი ჩართულობა. თუნდაც ტელევიზიებში და ток-შოუებში და ყველამ თქვა თავისი საქმე. რა თქმა უნდა. და ყველამ დადოს თავის ფაქტები. ამის შემდეგ მე დავწუნდები იმაში, რომ ეს კომისია სამართლეობის აღდგენას ემსახურება. ემსახურება სამართლეობის აღდგენას. თუნდაც იმ კომისიაში და ნაცმოძრაობის გაუქმება. და არ უნდა იყოს იმ კომისიაში ყოფილი ნაცი, რომლებიც პორტირებული არიან იმაში, ქართულ ოცნებაში. არ უნდა იყოს, იმიტომ რომ იქ უკვე საქმე არ უნდა იყოს ისეთი ოცნების წარმომადგენელი, რომლებიც ნაცებთან იყო რაღაცაში გარიგებაში. ეს უნდა იყოს სუბთა რომ იტყვი, აი ეს ადამიანური თვალსაზრისით იმ სულისკვეთების კომისია, რომელიც კომისიას იმუშავებს პირდაპირ საზოგადოების დაკვეთაზე. ეს უნდა აკეთეს თუ არა ბატონო რამას და უნდა დაკომპლექტდეს თუ არა თვითონ კომისია, როგორც საპარლამენტო წარმომადგენლებით, ასევე პროკურატურის წარმომადგენლებით, შინაგან საქმეთა საზოგადოებრივი წარმომადგენლობა უნდა იყოს იმ კომისიაში. საზოგადოებრივისთვის ცნობილი სახეებით უნდა დაკომპლექტდეს. თუნდაც არაცნობადი სახეებითაც, გარდა იმისა, რომ სამთავრობო სტრუქტურები იქნება იქ, პროკურატურა იქნება იქ, პარლამენტის წევრები იქნება იქ, იქნება მერიის წევრები თუ საკრებულოს იმის. უნდა იყოს საზოგადოების ცნობადი თუ არაცნობადი სახეები, იურისტები, ეკონომისტები, რომლებიც იქნებიან ფინანსების ჩართული იქნებიან კონკრეტულად იმ ძიების პროცესებში, რომლებიც დადებენ. ოღონდ უნდა იყოს აუცილებლად, მე ვიტყოდი, პოლიტრეპრესირებულების ჩართულები. ჩვენ წარმომადგენლები უნდა იყოს, ჩვენ პატიმრებიც უნდა იყოს ჩართულები, კი ბატონო. უნდა იყოს ჩართულები პოლიტდევნილების, აი ძალიან დიდი კომისია უნდა იყოს. ოღონდ კომისია უნდა იყოს არაერთი დიდი კომისია, უნდა იყოს კომისიის ნამდვილიმე ქვეკომისია, რომლებიც გამოიგონებენ, რომელიც მიხედავენ როგორც ეკონომიკურ დანაშაულს, ფინანსურ დანაშაულს, სამართლებრივად სამხედრო დანაშაულს, ყველა ჯანდაცვის კუთხით დანაშაულს, რომელიც კარგად ვიცით, თუნდაც იმიტომ უნდა შექმნეს კომისია, რომ ჯანმოდან გამოვიდა ამერიკა, უნდა გამოვიდეს დროზე საქართველოს ამერიკა და უნდა გამოვიდეს კოვიდის ფაშისტური და ანტიკოვიდური შეხედულებები კონკრეტულად ტრამპმა მოაწერა ხელი ახლა გამოიძიოს სადღაცა 70-ზე მეტი თუ 80-ზე მეტი უკიდურესი ძალიან დიდი უარყოფითი ეფექტი გამოიწვია ადამიანის დაავადებებში, ადამიანის ჯანმრთელობაში, ამ COVID აცრება. ეს უნდა იყოს ყველაფერი გამოძიებული და უნდა იყოს ექიმები აუცილებლად, უნდა იყოს ფსიქოლოგები, უნდა იყოს ფსიქიატრები და ყველანაირად ექიმების დიდი სამყარო უნდა იყოს ამ კომისიაში და ყველა კუთხით, ყველა კუთხე უნდა იყოს და ყველა საკითხი უნდა იყოს გამოძიებული 2023-დან დღემდე რა მოხდა საქართველოს 20-21 წლის განმავლობაში უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი. აი ეგ არის რეალურად მაშინ დავიჯერებ მე რაღაც გარკვეულ ნაწილს წინსვლას, რომ კოჰაბიტაცია არ უნდა ქართულ ოცნებას, ნაცმოძრაობასთან და თუ ეს არ იქნება გამოძიებული, პირდაპირ გეუბნებით, რომ წელს მაგას ხალხი მიხედავს, ნორმალური კონსერვატორი ხალხი იმ კომისიასაც, მთავრობასთან და ყველაფერს მე. ოღონდ როგორი წესით მიხედავენ და როგორი გამოსვლით მიხედავენ, პირდაპირ გეუბნებით, რომ ნაცმოძრაობა არ ამგონია უკვე ძალიან ჩრდილში მოექცევა
და დაიწყება სერიოზული გამოსვლები, რაც მანდამაინც არ უნდა გაწყობდეთ თქვენ ბატონო ქართულო ოცნები. ბატონო რამაზ მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი რო უფრო ეფექტური გახდეს, რომელსაც ჩვენ საუბრობთ ახლა ამ კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ხო? და ეს პროცესი რო მეტი ამ კომისიამ რო მეტი კონტროლი მიიღოს, მეტი მონიტორინგი იყოს ამ კომისიის საზოგადოებრივი მონიტორინგი, ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ და ჩვენ არ გავჩერდებით, ხო? არ გავჩერდებით ჩვენ ვიაქტიურებთ, როგორც არ გავჩერდებულო, მინიმუმ ბოლოს 1 წელიწადია არ ვაპირებთ 22 წელს გაჩერება. ჩვენ ვიაქტიურებთ როგორც ტელეეთერების საშუალებით, გვაქვს მაგის საშუალება, როგორც ამ TV პლუსიდან, ასე ახლა ალტიფო გავიდა უკვე კიდევ მაუწყებლობაში და იგით კიდევ არის სეზონი არის და არის კიდევ ის სოლიდარობა. კი ბატონო, სოლიდარობა. ჩვენ ამით აქედან ამ მხრიდან ვიქნებით და ვიაქტიურებთ და მუდმივ აქტიურ პროცესში ვიქნებით. იმას დაგაჩერდეთ, რომ კომისია იმუშაოს ეფექტურად და ობიექტურად. და მიმართავ კიდევ პირველ არხს საზოგადოებრივ მაუწყებელს. აჭარის ტელევიზიას, მიმართავ ტელეკომპანია იმედს, მიმართავ ტელეკომპანია მაესტროს, მიმართავ ტელეკომპანია პოსტივის და მიმართავ ამ ანტინაცურ ტელევიზიებს, როგორც იმაში. მაგრამ ნაწილობრივ ლიბერალურ ტელევიზიებს სამწუხაროდ. გახსენით ეთერები, კეთილინებეთ, გამოაცხოდეთ ток-შოუები და საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ჩამოთვალე, გაიყვანეთ აბსოლუტურად, რა ქვია, ეს ხალხი იმ ток-შოუებში. თუნდაც იქ იყოს ნაცი, თუნდაც იყოს ქართული ოცნების წარმომადგენლები, თუნდაც იყოს ლიბერასტი, თუნდაც არალიბერასტი, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, უნდა იყოს საზოგადოების წარმომადგენლები. არა მაქვს ლაპარაკი ჩემზე, უნდა იყოს ბატონო ტრესტანი, ძალიან ბევრი ხალხი უნდა იყოს იქა და ამ ток-შოუებში, რომ ხალხმა გაიგოს სიმართლე. გამიგეთ და იმ კომისიის შედეგები დასაწყისიდან და მერე დაბოლოებიდან და ყველა მიმდინარე პროცესები უნდა იყოს იქ ток-შოუებზე განხილული. აი ეს არის რეალური საკითხი, რასაც ჩვენ მე პირადად ხალხის სახელით გეუბნებით. და აუცილებლად ეს გაითვალისწინეთ. მარტო ნუ ყავთ თქვენ ლიბერასტები, ნაცების თუ ქართული ოცნების მხრიდან. მარტო ნუ ყავთ ლიბერასტები და თუნდაც არალიბერასტი მოწვეული. მარტო ორი პარტიის ხალხი ნუ ყავთ მოწვეული. პირდაპირ გეუბნებით ამ ტელევიზიებს ჩამონათვალს, 5 ტელევიზიას გეუბნებით ამ წუთში, რომელსაც აქვს საშუალება, რომ პირდაპირ გახსნან ეთერები და გააკეთონ ток-შოუები. და თუ თქვენ არ იმასაც თქვენ ტელევიზიასაც მოვადგები პატივცემულებო და ანალოგიურად მოთხოვთ პასუხს, როგორც მთავრობას, როგორც პარლამენტს, როგორც ნებისმიერ პროკურატურის თუ ძალოვანი სტრუქტურის ნებისმიერ წარმომადგენლებს. ეხლა პირველი ახლა ხო გახსნით ეთერი და მიეწვია სექტანტები ხო გავდათ ეხლა ერთ. მაგას ვიძახით ჩვენ არავინ არ მიუწვევთ. ჩვენ აი სექტანტები გავდათ, კაცო, აი იმ გადაცემაში სულ სექტანტები იყო და ეს რაღაცა გუშინაც ყავდათ. ხო, ავანტყოფი ხალხი, ეს ესენი კაცო, ეს მტრები, საქართველოს მტრები ყავთ. საქართველოს მტრები ყავთ, პიტაპით ასმული იმაში. როგორ გამოაცხადა სტუდიაში. როგორ Facebook-მა და Zuckerberg-მა როგორ გამოაცხადა ტრამპმა? ხო, აბა. ეგრეთ წოდებული, არა, ნაღდათ პედარასტები, ან პიდარასტები, LGBT საზოგადოების წარმომადგენლები და ზოგადად მათი მხარდამჭერები. ესენი არიან მენტალური ავადმყოფები. გამიგეთ, ხო? არავით არის მათ მწვანე ხაზი, წითელი ხაზი მხოლოდ. არიან მენტალური ავადმყოფები. და იყონის მენტალური ავადმყოფი პრობლემა არ არის, არავით არის მათ ჯარში ყოფნა. არც ამერიკაში და არც არც ნორმალ ქვეყანაში. არავით არის მათ სამსახურებში ყოფნა. მენტალური ავადმყოფი, თუ არის მენტალური ავადმყოფი, არავით შემთხვევაში მას უფლება არ აქვს არ ჯარში და არ სახელმწიფო სამსახურში მუშაობის. არავით შემთხვევაში. იმიტომ რომ ის არ არის ფიზიკური ავადმყოფი, რაღაცა ნაკლი იმას არ აქვს, სხვა კუთხით არის მენტალური ავადმყოფი, იმიტომ თვითონ გაიპიდარასტა თავი. აი ეს არის უბედურება. ეს არის მენტალური ავადმყოფობა. რომელზეც თქვია თქვენ ენაზე LGBT და ჩვენ ენაზე პიდარასტა. გააკულტურულეს ფისას სახელმწიფო. და ტრანსგენდერი კიდე. ხო. გააკულტურულეს ეს და ამიტომ ეხლა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება თქვენი მხრიდან ბატონებო მე კიდევ ვიმეორებ ქართულ ოცნებას მიმართავ და ყველა ჩემ გადაცემაში და ყველა იმ სტუმართან ერთად მექნება მე საუბარი სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით რასაც ჩვენ წლებია ვითხოვთ ხო კი ბატონო უკვე ამბობთ და გვეუბნებით რომ ჩვენ უკვე ასე თუ ისე ხელში ავიღეთ კონტროლი და რაღაც გარკვეული მოქმედებები შეგვიძლია ხო დაგვიმტკიცეთ ამ კომისიის მუშაობით. ამ კომისიამ უნდა დადოს ისეთი დასკვნები, რომელიც დასკვნების საფუძველზე თქვენ დაგიჭერებთ საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ნაწილი თქვენ დაკარგეთ თავის დროზე.
და დაკარგეს, იმიტომ რომ მოტყულებული გაჩა ხალხი, ხო? თუ კი ეს კომისია დადებს სწორედ იმ დასკვნებს და იმ შედეგს, რომელიც შედეგს ჩვენ, ბატონ რამაზის და სხვა დანარჩენ ჩვენს ესე იგი სამეგობროსა საქართველოში მაცხოვრებელი მოსახლეობის 80%, რომელიც დღეს მოლოდინში არის სამართლებრივი აღდგენის, ხო? მერწმუნეთ იმაში, რომ თქვენ შემოგიბრუნდებათ ეს ხალხი. და ამ კომისიაში კიდევ იმეორებს შეიყვანეთ ის ადამიანები, ადამიანებიც არის დაზარალებული სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან და რომელიმაც გადაეციან რა არის ტკივილი და რა არის სწორედ ის რომიტყვით დარტყმები, რა დარტყმებიც მიიღეთ ამ ადამიანებმა იმ დროს, როცა სააკაშვილის ჰქონდა პირსისხლიანი დღეს ისა დევნა ამ ქვეყანაში და ხოცავდა ხალხს, ხო? სამხედრო მიმართულებით არის სამხედრო სპეციალისტები, აგერ არაჩვეულებრივი ადამიანები არიან, კარგად იციან ეს საქმეები. რა მოხდა 2008 წელს, კარგად ვიცით ყველაფერი თავიდან ბოლომდე მთელი დოკუმენტაციები გვაქვს ჩვენ და ამიტომ ჩვენ ახლა იქ რო გყავთ ვიღაცები სამხედროები, ეგ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ისა დავერბობკებული გენერლები, ხო? ისინი რო დავინახოთ იქ ჩვენ ჩათვალეთ ჩვენ ამ კომისიას ობიექტურობას არა, პასუხს მოთხოვთ, ხო? აი გეუბნებით კომისიას მიმართა პირდაპირ რა. დანიშნეთ კომისიის თავმჯდომარე მოადგილეები აუცილებლად ისეთი ხალხი რომ ვინც არიან პოლიტიკურად ანგარჟირებულები არ არიან და არ არიან ნაცებთან შეკრულები, არ არიან ნაცები ყოფილი თუ ახალამდელი მომავალი მნიშვნელობა არ აქვს, არ არიან ლიბერატორ სამყაროსთან არავითარი კავშირი არ აქვს და დანიშნეთ კომისიაში აუცილებლად საზოგადოების ის ღირსეული, ხალხს უსვამთ ღირსეული წარმომადგენლები, ვინც არიან პოლიტპატიმრები, პოლიტდევნილები, პოლიტრეპრესირებულები და ის ხალხი, ვინც კონკრეტულად თბილისში იციან რა არის, საქართველოში იციან რა არის და კონკრეტულად არ არიან შავი ლაქით მატარებელი ხალხი. შავი ლაქა რო არა აქვს, აი ესეთი ხალხი დანიშნეთ აუცილებლად და კიდევ გეუბნებით, თუ ესეთ ხალხს არ დანიშნავთ და თუ კომისია იმუშავებს თავის პრინციპით, ანუ ჭყალებში, მხოლოდ თავისთვის და არა სახალხოდ, ხო? პირდაპირ გეუბნებით, პასუხს მოთხოვთ ძალამწარეთ რა. პასუხს მოთხოვთ ძალამწარეთ. აი პირდაპირ გეუბნებით რა, აი მუქარაში არ გაიგოთ, მაგრამ ნაციონალების და ლიბერალ-ფედერაციის გამოსვლები მართლა მოგენატრებათ. იმიტომ რომ ეს არის ბოლო წერტილი, სადაც თქვენ შეგიძლიათ დობა აღიდგინოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თქვენი არ მწამს და ბევრი არ გენდობით, რაღაცა გარკვეული ნაწილში შეიძლება დობა აღიდგინოთ ხალხის წინაშე. კი, მართალია, მაგრამ ახლა ისეთი იმდენი დანაშაულებები გამოსაძიებები ბატონ რამას, იმდენი დანაშაულებები თუნდაც სააკაშვილის რეჟიმის დოინდელი ჩადენილი და დღემდე რომ მოდის ეს დანაშაულებები, ხო? ნახეთ ახლა სადღაც 80,000 თუ 85,000 დანაშაულზე ლაპარაკი. აბა, წარმოიდგინეთ თქვენ, ჯერეთ ამდენი დაზარალებული. ძიმე დანაშაულზე თორე აღარ მაქვს ლაპარაკი მსუბუქს. ხო, ამდენი დაზარალებული ადამიანები, ამდენი ჩამორთმეული ქონებები, ამდენი გაყიდული, რა ვიცი, მთელი ეს გაყიდული მიწები, ჩვენი ისტორიული მიწები, ხო? მერე ყველაზე ძიმე დანაშაული განათლების სამინისტრო. განათლების სამინისტრო ყველაზე ძიმე დანაშაული, რომელიც განათლების სამინისტროს ყოფა უტირეს. ჩამოშალეს მთლიანად განათლების სამინისტრო და ანტი-ქართული იდეოლოგიის წავიდა მუშაობა განათლების სამინისტროში და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, ხო? ეს ხო დივერსია არის ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის გამოსაძიებელი, ვინ გააკეთა ეს პროგრამები, ვინ შეიტანა იქ, ვინ იყვნენ ის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებმაც ამ მიმართულებით იმუშავეს და დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს განათლების სისტემა თავიდან ბოლომდე და დღეს მივიღეთ ტვინ გამორეცხილი ახალგაზრდობა ქვეყანაში, ხო? რესურსი აღარ არის. აი ზუსტად კაი რაღაცა შემახსენეთ ახლა ამ კომისიამ განიხილოს მთელი 21 წლიანი განათლების სისტემის ძირეული თავის შკუაზე ლიბერატულ-ფედერალური ცვლილება და ეს ყველაფერი საკითხები, ვინც იყვნენ ამაში დამნაშავეები და ყველა ვარიანტში თუნდაც ოცნების დროს. მარტო ნაცების დროს არა. რატო ოცნება მე-13 წელია მოსული. ხო არა, მოდის. დღემდე და ბოლომდე ეს განათლებაზე პოლიტიკური ანგაჟირებული ლიბერალური რეპრესიები უნდა მოიხსნას და ეს რეპრესირებული თუნდაც ის ექიმის უკაცრავად მასწავლებლები და პროფესორ-მასწავლებლები და პროფესორები აკადემიკოსები უნდა დაბრუნდნენ იმ სასწავლებლებში. ღირსეულები და ყველა ვარიანტში უნდა მიეღოს ყველა თავისი პასუხი. და რა ესეთები, აქ გამოვიდნენ მთავრობის საკითხი და მე ზახს საბაკას არ დაუძახებ. ეს პროფესორი ხალი იყო, ხო იცი, ილიანოვის კითხულობს იმას ლექციებს. ის რო სტუდენტს აუკითხავს ახლა ლექციას. ეგეთ პროფესორები ჩემი ქუჩის ძაღლები არიან ჩემ ეზოში. არა, მე რას გეუბნები? ეგეთ პროფესორები თუ ესე შევადარებ. ესეთები არიან სავსე იმაში. სამწუხაროდ, კი. ინსტიტუტებში, უნივერსიტეტებში არიან სულ. ჩემი ქუჩის ძაღლები ფუჭკიანები არიან, ვიდრე ეგეთ პროფესორები. ვიდრე ეს პროფესორები. ახლა საქციელი. ამიტომ ეს არის აუცილებლად არის პირველ რიგში ნახეთ ჩვენ თუ გვინდა რომ ქვეყანა გადავარჩინოთ, ხო? და ქვეყანა ჩადგეს ნორმალურ, სტაბილურ პოლიტიკურ ჭრილში, ეს ბავშვობა და ეს თაობა დასაბრუნებელია სულ ყველა. კი ბატონო. გადასარჩენი არის და ის დანაშაული ვინ ჩაიდა ის ლომაია და სხვა დანარჩენი ის იქ რომ მურღულია რო უვიდა დღემდე იქ მრჩევლად ბიჭო, მურღულია უვიდა მრჩევლად დღემდე რომელიც კაკანებული პიწავარნელი ლიბერალი არის, ხო?
და მოწამლეს თელი უნივერსიტეტები და სკოლები და რა ვიცი რა არ შეიტანეს სკოლებში და ბაღებიდან ხატები ჩვენ კარგად გავსვათ და კარგად ვიცით ბაღებიდან ხატები გამოყარეს რომ ის ჯანაშია ბოლოს იმდენი იკადრეს საპატრიარქოსთან არსებულ ბავშვთა სახლებში შედგეს და მეუფე სპირიდონი გადარიეს და ლომჯარია რომ მიადგა ეგ ლომჯარია ეს გათახსენებული ესე იგი იქაც კი ჩაერიენ ეს ზაღლი და ეს ღორიშვილები ესენი ესე იგი იმდენი იკადრეს იმხელა დაფინანსებაზე იყო ლაპარაკი და სამწუხაროდ ამაში ხო ამაში პირდაპირ ვეტყვი რამოდენიმე მეუფე ნაციონალ მეუფე დღეს რომ მიშა სურათები კიდიათ აი მეუფე გრიგოლი მეუფე იოსები მეუფე ზენონი ჭიღლაძე რომ არ კიდო ჭიღლაძე დელი მეუფეებზე მაქვს ჯერ ლაპარაკი აღარა მაქვს იმაზე ლაპარაკი და რამოდენიმე მეუფე საბა და დამავიწყდა კიდევ და მეუფე პეჭკა აი გამიგეთ მაგას შეუწყოს ხელი აი ამ მეუფეს პერიოდის წინააღმდეგ ქმედებებს და ამ სკოლა ინტერნატის საბაზრო არსებული სადაც ულამაზესი თაობა იზრდებოდა ბავშვები იზრდებოდა და შეფარულები იყვნენ ეკლესიის წიაღში და დადებითი კუთხით ყველაფერი ვენაცვალე იმ ვინც იქ მოღვაწეობდა სულ ყველას ბავშვებიან დიდიან პატარიანად სულ ყველას აი ეს სკოლა შენობის ინტერნატი თუ საპატიო არსებული სკოლა დახურეს ეს არ დახურეს აი ასე ესე იგი ამხელა გათახსირებულობას ქონა ადგილი რომ ესე იგი ეს გასაპარსი მეუფეები ვინ ჩამოთვალე და კიდევ შეიძლება კიდევ 1-5-6 მეუფე კიდე ზემოდან როგორ აკონტროლებდნენ გარდა სიტუაციას და როგორ წამლავდნენ სიტუაციას ეს რა დახურეს ბატონო რამაზ ეს სკოლა რომელიც სკოლასაც მართავს ესე იგი ყველა ბავშვი რომელიც ბავშვის ქუჩაში იყო და შეიფარეს და ბავშვი დაემსგავსა და ადამიანური სახე მიიღო და სულიერად მიუხედავად იმისა თავის მშობლები იყვნენ მომხრეები ბავშვების ქმედების, სწავლის, განათლების და წინააღმდეგ იყვნენ ამ სკოლის დახურვის. სადაც ტყუილი დასწამეს იმ ბავშვების შობლებს, ვითომ ისინი იყვნენ წინააღმდეგ. კი ბატონო. ხო, და ჩართული იყო პირდაპირ ლომჯარი ამ საკითხებში. კი ბატონო. ლომჯარიას იმით და ნახეთ რატო დახურეს, ესე მეგობრებო და რატო მოხდა ამის ამ რამოდენიმე ხნის. ლომჯარია და გაგახსენეთ კიდევ ეს გათახსირებული ყავდა მოადგილე. ბურჯანაძე, გიორგი ბურჯანაძე, ხო, ლიბერალი. ხო, ულაშებს რო ისოლებს ხო, ამერიკულად, ანუ წეს ზემო და წეს ქვემოთ რო ევროკავშირულად აზროვნებს. აი კაცი, ეგ ცალფეხზე დადგეთო, რა თქვა, ცალფეხზე ხო. ცალფეხზე დადგე შეინდაურო შენ. ცალფეხზე შენ დადგე. ქათმები, აი ქათამი, კუკარეკო, ჯუჯალარი ხლა. ხო და იმიტომ გააუქმეს ეს სკოლა, ბატონებო და იმიტომ გამორეკეს ის ბავშვები იქიდან, სადაც რომელი ბავშვებიც მართლაც უკვე ცხოვრებას გზნობდნენ, იქაც გზნობდნენ იმას, რომ ბავშვი იყო ბავშვი, ხო? აი მთავრობის სახლით დაგვახვედროს მე ეს ბავშვები. აი ბატონო რამაზ. მთავრობის სახლით დაგვახვედროს ეს ბავშვები. ამიტომ მაგრამ აღნიშნა მარტო ნაციონალებმა არა ქართულმა ოცნებამაც რა სამწუხაროდ ქართული ოცნება იმ კის თავი დანაშაულებებს და თავის იმას რა ქვია რა აი ეგ არის უბედურება იმიტომ რომ ნაცმოძრაობის წმინდა წყლის პირდაპირ ხაზით გააგრძელა განათლების სისტემის დანგრევა და განათლების სისტემის გაუბედურება და განადგურება აი ეგ არის უბედურება აბა გაალამაზეთ ის განათლების სისტემა ნორმალურად იმას ქენ ტრადიციულად როგორც იყო ადრე 2003 წლამდე უკეთესი რაღაცები გადმოიღეთ 2003 წლიდან პრობლემა კი არის რატო რა ვერ გავიზარდეთ კარგად თუ რა აბა რაღაცა რას ამოჩენ არაჩვეულებრივი სისტემა იყო და არაჩვეულებრივი პროგრამები იყო უძლიერესი სოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი აბა რა არაჩვეულებრივი პროგრამები იყო აი ამ კუთხით უნდა დაიწყოთ გამოძიება აუცილებლად ეხლა რა ჩვენს თქვით მე კიდევ ნახეთ ეხლა არის კიდევ უამრავი დანაშაული ანუ რაღაც ვიწრო იმით კი არ უნდა იყოს ეს კომისია მასშტაბური ბევრი კუთხით და კიდე ბატონო ტრისთან დავამატებ ერთ რამეს სამწუხაროდ საქართველოს პარლამენტმა და პრემიერ-მინისტრმა და ზოგადად მთავრობამ არ გამოაცხადა ხალხის აღწერის პრინციპები, ანუ ზოგადად მოსახლეობის და რასაც ვიძახთი და რასაც ჩვენ ვიძახთით, დადგინდა ეგ, რომ მოსახლეობა არის საქართველოს მოსახლეობა არის განახევრებული. საქართველოს მოსახლეობაში 1.300.000 რაღაცა ადამიანი არის ქართველი მოსახლეობა, 1.200.000 რაღაცა არის საქართველოს მოსახლეობა ოღონდ არაქართველი მოსახლეობა, ძირძველი მოსახლეობა და კიდევ ასევე თურქი, ირანელი და ვიღაცა დამატებული კიდევ შემოსული მოსახლეობა ეს სამწუხაროდ თითქმის 1/1 არის ქართველი და არაქართველი მოსახლეობა 2.5 მილიონი და ყველა სამწუხარო ეს არის რომ სადღაცა 9.5 მილიონი მოსახლეობა არის შემოსული რომელიც არის უსაბუთოდ და მიგრანტები კი ბატონო სადღაც და აქედან 9.5 მილიონიდან სადღაც 100.000 არის დროებითი საბუთით ბინადრობის უფლებით
რომელებიც არიან ზოგი სასწავლებლად, ზოგი სამუშაო შემოსულები, მთლიანობაში 3 მილიონი ვართ მოსახლეობა. აქედან 2 მილიონი ნახევარია საქართველოს მოსახლეობა და აქედან 1,300,000-ია ქართული მოსახლეობა დარჩენილი. 2 მილიონი მოსახლეობა, კი, უმცირესობაში ვართ, ამას ველოდებოდ, ამას ვიძახდი. 2 მილიონი მოსახლეობა, აქედან 1 მილიონი მოსახლეობა ქართველია თუ არა ქართული წასული რუსეთში და საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში და აქედან 1 მილიონიანი წასული ამერიკაში, ევროპაში თუ აზიაში ქართული და არა ქართული მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობის, რომელსაც აქვს უკვე ზოგს ორმაგი მოქალაქეობა, ზოგს აღარ აქვს ორმაგი მოქალაქეობა. აი ამ კუთხითაც იმუშავეთ ბატონო კომისია და კომისიის წევრები. ამ კუთხით აუცილებლად, თორე მაგაზეც მოგთხოვთ პასუხს. იცოდეთ, ეს არის დემოგრაფიული მდგომარეობა ძალიან ცუდი და კონკრეტულად აი ეს სიტუაცია, მიგრაცია თუ ემიგრაციის საკითხი დროზე გააკვიეთ. ჯერ კომისიის დონეზე უნდა გადაწყდეს და მერე უნდა გავარკვიოთ სამთავრობო თუ სამოქალაქო თუ საქვეყნო დონეზე. როგორ უნდა იყოს ქართული მოსახლეობა, როგორ დაბრუნდეს, როგორ უნდა წავიდეს, წამოვიდეს, როგორ უნდა მიგრაციის დონე უნდა იკლოს, შეჩერდეს. ემიგრაციის დონე უნდა შეჩერდეს, მიგრაციის დონე უნდა წამოვიდეს პირიქით ჩვენი მოსახლეობის და ყველა ვარიანტში ეთნიკურ ქართველებს ყველას უნდა მიეცეს. საქართველოს მოქალაქეობა უნდა დაუბრუნდეს მოქალაქეობა, ვინც არიან დაბადებული უცხოეთში, იმათაც უნდა მიეცეთ აუცილებლად. პრობლემაა, მაკუთხით ხო ეს თქვენ? პრობლემაა. კი ბატონო, მაგას ვიძახით. აი ამას უნდა იმუშაოს. მოქალაქეების მიღების კუთხით აქვს პრობლემა. ვიცი, ჯერჯერობით პრობლემა, აწი არ ვიცი რა იქნება, მაგრამ იძახე ამიტომ 2025-დან გამოსწორდება, მაგრამ ერთი შევხედავთ ამ კომისიის მუშაობას და სამწუხარო ფაქტები ყველაფერი უნდა იყოს სასწრაფოდ გამოკვლეული ყველა კუთხით აბსოლუტურად, რაც აი ბოლო 21-22 წლის განმავლობაში დაგროვდა ძალიან ცუდად. ეხლა ნახეთ თქვენ ისეთ თემას შეეხეთ, ახლა რაც მართალი დანდებით თქვენ ყაპატყუპით აძლევდა სააკაშვილი იმას მოქალაქეობას ვიღაცა უცხო ტომელებს, ხო? ამავდროულად ეხლა კიდევ დაუბრუნდები ამ ვიღაც გათახსირებულ იმას როიტყვი თაღლიც, გაიგე ამ ჭუჭუვაშაძეს, გაიგე, ეგ იყო მაშინ იუსტიციაში რო აყალბებდა ამ პასპორტებს და პირადობის მომწვევებს და იმას. მაგი იყო უშუალოდ ამის ორგანიზატორი და ეხლა მაგის ნაციონალებს არა აქვს მოსახლეობის მაგის გაყალბებული პასპორტები არა აქვს 50,000 პასპორტი ატრიალებს გონიათ ისევ ტრიალებს პირადობის მომწვევები და ეს და ეხლა მოდით და მოგრანს გიკითხავთ აგერ კაცო ვის უჯერებთ და ვის მიყვებით ვის მიყვებით და ვის უჯერებთ და ვის ეუნებით ჯერ კაც შეხედეთ ჰაბიტუზე მიხრა-მოხრაზე შეხედეთ და კაცობაზე შეხედეთ რა სიტყვა კაცობა მაგის ცოტა მიუღებელია და ნახეთ ეხლა გუშინ კაცო ახლა აი გუშინელი ინფორმაცია არის ჩასულა ეგ თავის საყვარელი ვარის მიხაილ როთი აქ რო ყავდა ჩამოყვანილი ხო და ახლა ნახეთ მონათლეს ერთმანეთი ნახეთ კადრები აქაც ნათლავენ და ყველგან ნათლავენ კადრები ნახეთ ახლა ნახეთ როგორ მონათლა მიხაილ როთმა ახლა იქაურულად მონათლა აქაურულად მონათლა გაიგე ახლა იქაურულად მონათლა და იქაურულად ნახე ახლა როგორ არის კარგად ლამაზად ერთმანეთში და მაგის მახო გათხოვილი არის ახლა ეგეთ თხოვდება თურმე ეგ და მთელი ესე იგი მაყრიონი მიდის აქედან და მაყრიონს სათავეში წავიდეთ თავის მაყრიონს უდგას სათავეში ეს ისა მანჯგალაძე უდგას მაყრიონს ნებონ თავი. მანჯგალაძე იქნება მერიქიფეთ ამადა თუ არა. ო, რაღაც ისა როლი ექნება მაინც რაღაც აშინდა სანთელი დაიკავოს ხელში ხამეთ ბალისთან დაუდგეს გაიგე. პროცესები ექნება. ეხლა ჩვენ გვეცინება მე და ბატონ ტრისას, მაგრამ საასილო კი სატირალია სინამდვილეში რა. უბრალოდ კაცები ვარ და ვერ ვიტირებთ რა. ჩვენ გვიტირია ჩვენი მშობლების დაღუპვაზე, ჩვენ გვიტირია ჩვენი ოჯახის წევრების ან ჩვენი მეგობრების დაღუპვაზე, ჩვენ გვიტირია ჩვენი წარსული მეგობრები რო ჩაკვდომია ომის დროს ხელში, მაშინ გვიტირია ჩვენ, მაგრამ აი ამ ავადმყოფების გულიცის კი ვერ ვიტირებთ, არ ვიტირებთ რა. იმიტომ დროზე ყველა თავის ადგილი უნდა მიუძღოთ და ყველა თავის ადგილი მიიღოს ყველამ რა. ხო იცი ყველა და საერთოდ ისე არაფერი არ კეთდება, გაიგე და აი ესე არავითარია ას ფოტოშოპები კეთდება, არც ისინი კეთდება, ის ახლოს არის რეალობასთან, გესმით? რატომ მე და თქვენ არ გეკეთებთ ასე ფოტოშოპებს? რა ფოტოშოპი კაცო, კაცი ჩამოვიდა, რომელიც ვაშაძემ ჩამოიყვანა და ერთ-ერთმა ვაშაძე იყო ერთ-ერთი მასპინძელი, ჩამოვიდა, გაიხედა უკან კიო მეც წვერები მაქვს, მაგრამ ის წვერებიანი კაცი უკან ჩემი ქმარიაო, როტი იძახის კაცო, მე ხო არ ვიტყუები ამას ხო, ამათ თელმა ქვეყანა მოყურა. და 10,000-მა ნაბიჭვარმა, ვინც იქ იდექით, ტაკი დაუკარით. თქვენ ხართ ნაბიჭრები, მეტი რა უნდა გელაპარაკოთ, მითხარი ამ საქციელის მე. ხართ ქათმები, კუკარეკო, ჯუჯალარი, მეტი ვერებს ვერ გაკადრებთ. თქვენ ხართ პიდარასტები, ვინც მაგას ტაში დაუკარით. ვინც იქ წამოხვედით და ტაში დაკვრაზე უარი თქვით, ღმერთმა გაგიმარჯვოთ ყველას. და ვიცი მიხვდით რომ ახანალიაში და ძალიან დიდ ქაქში ქონდათ იქ ადგილი ვისა ქვია ხელი გასული ვინც მიხვდით მაგას დროზე როგორ ადამიანებს და საქმე ხო ხედავთ აი მე თქვენ ახლა რასაც გაჩვენებთ ხო ამ კადრებს ხო და რასაც თქვენ უყურებთ ეს მარსინამდვილეში არის კაცო ეს ჩვენ მოგონილს კი არ ვამბობთ კაცო და
ვიღაციდან ჭორით მოტანილი რომ რაც რეალურად ხდება, როგორ ჩამოიყვანეს ეს გათხოვილი, გაუთხოვარი, გასათხოვარი და რა ვიცი, განათხოვარი კაცები გაიგე როგორ ჩამოიყვანეს, როგორ დაძდებდნენ ესენი კუჩიეს, ვაშაძეები და კიდევ სხვა დანარჩენი ეს ქათმები და როგორ ევასვასებოდნენ და როგორ ის ქონდათ ერთმანეთში. იმათი დავალებით როგორ აგინებდით ეკლესიას, როგორ ესოდით კვერცხეს ანჩისხა და სხვადასხვა ეკლესიებს, როგორ ღებავდით, თქვენ არარაკასებო და თქვენ ნაბიჭრებო, თქვენ ღორებო და ძაღლიშვილებო თქვენა. და როგორ აგინებდით პატრიარქს იმათ დავალებით, როგორ აგინებდით უფალს, როგორ დაწვით უფლის სახით გამოხატული კუბო, თქვენ მათხოვრებო თქვენ. ეს ყველაფერი დაგვიწყებია. აი ეს უნდა გაარკვიოს კომისიამ. თუ ვერ გაარკვევს, მე ჩვენ ხალხი გავარკვევთ. კომისიასაც გავურკვევთ და ამათაც გავურკვევთ. ეგ იქნება თქვენი დასასრული, საბოლოოდ. თქვენ გარეწრებო, თქვენ ნაძირლებო. იქ მეტეხის ღმასთან ეკლესიაზე ბანერი გადმოკიდეთ. გადმოკიდეთ არა ბანერი. რაები გააკეთეთ. მათხოვრებო თქვენ. გააკეთეთ. ის პირდაპირ უწმინდურებო თქვენ. ხატებს შეურაცხყვეს. შეუვარდით არა? შეუვარდით ხო იქ რა ქვია, ქაშვეთის ეკლესიასა და მამაებს წირვალოცის გინება დაუწყეთ, ხო? აბა, რა გააკეთეს, კაცო. და უცებ დაიწყეთო, საკრესიაში არ გვიშვებენო. რა უნდა სექტა და სატანის ეკლესიაში? რა გინდათ ეკლესიაში თქვენ გარეწრებო თქვენა ეშმაკი და გიყურებთ პიჯვარს იწეს ეშმაკი თქვენ დანახვაზე თქვენ ნამუს გარეცხილებო თქვენა ასეთი კატეგორია და ესეთი კონტინგენტი არის რომელიც დღეს ესე იგი პრეტენზია აქვს პოლიტიკაში დარჩენის ისევ და პოლიტიკაში მოსვლის და სწორედ აქ არის სიღრმისეულად სამუშაო ამ კომისიის მხრიდან და უნდა ჩაწოდეს კომისია ვინები არიან ესენი ყველაზე მაპატიეს მაგ ყველაზე მაგრა ის დამავიწყდა რომ საპატრიარქოს აუცილებლად ღირსეული წარმომადგენლობა მეუფეები დიახ ლოცველი მამები და ყველა წმინდა მამები ყველა უნდა იყოს მათ ბერები აბსოლუტურად რა აი ძალიან დიდი კომისია უნდა იყოს რომელიც გაშლის ბევრ ხას გაშლის რა აი ძალიან ბევრ რაღაცას გამოიძიებს აუცილებლად აი ყველა ვარიანტში ძალიან დიდი კომისია უნდა შედგეს და თუ ეს კომისია არ შედგება ესე დიდად როგორც მე ხალხის სახელით ბატონი ტრესტანი იძახის და მე რამაც გაგზავნე ხალხის სახელით მაშინ კიდე გეუბნებით ისე გავაკეთებთ რომ ეს კომისია მაინც იქნება ის კომისია რა ჩვენ ხალხში აბა რა 2000 გამოვართ კომისიის ჩვენ ან კომისია და იქ ფული თქოლეფა კიდე თქვენი რაღაცა გჭირდება რა კომისია ობიექტურად უნდა იმუშაოს და უნდა გამოავლინოს ეს არის დივერსანტები ეხლა რასაც ჩვენ ვამბობთ ხო იმ ადამიანებს რომელსაც ჩვენ ახლა ზოგზე რაღაცა ვიცინით სოფლიო უნდა დაინახოს ეს კომისია ზოგზე რაღაცას ვიცინით ზოგზე რაღაც ესენი არიან დივერსანტები ესენი არიან სულ ყველა ის ესე იგი დავერბოვკებული და ის დატრეინინგებული და ის რომ იტყვი მიზანმიმართულად დავალება მიცემული საქართველოს წინააღმდეგ აგენტები არიან ეგენი რომლებმაც უნდა პასუხი აგონ იმ დანაშაულებებზე იმ გლობალურ დანაშაულებებზე სიღრმისეულ დანაშაულებებზე რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჩაედინეს რაც ჩვენი შვილების წინააღმდეგ ჩაედინეს და გამოიყვანეს ქუჩაში ამდენი ბავშვები ისინი ჩვენი შვილები არიან სულ ყველა კაცო და ისინი გადასარჩენია სულ ყველა და ვინ მიიყვანა ამ დონეზე ესენი აი სწორედ ამ გარაჭრება მიიყვანეს ამ ქათმება მიიყვანეს ამ ვაშაძეებმა და ამ შავალჩახტილმა და ერთი ადგილის მოკიცინე ჯაფარიძემ ზურა ჯაფარიძემ რომელსაც ტყეებში გაღავდათ ბავშვები და უბედურებას ასწავლიდა საზოგადოება ბედმა არ იცის რა მეფე ამბროსი ქათამაზე მოკლეს ნაციონალებმა სახში მოკლეს საბურთალოზე. დიახ. ბუდაპეშტის ქუჩაზე. ისე მოკლეს რომ გაზი გაიგუდა და ადამიანს გაზი არ ქონდა სახში. სად გაზი არ ყოლია. ქარქონია ელექტროობით თვებოდა, ნუ რაღაც ეგრეთ წოდებული პლიტით რა. მისი შვილი მამანოდარი, ანჩისხატის ეკლესიის წარმომადგენელი. არის ჩემი მეგობარი. მიიწვევთ კომისიაში. მიიწვევთ კომისიაში, თუნდაც დაკითხეთ პროკურატურას, როდესაც გაგჩენიათ სურვილი? მეუფე როგორ მოკლეს გაგშენიათ სურვილი? გამოიძიე ჯვანიას საკითხი. ისე ჯვანიას სული აცხადონ სუფალმა გასაგებია, მაგრამ მაგის ოჯახი ღირსები არ არიან მაგის. გავიდა. ჩვენ საზოგადოებას გვაინტერესებს ჯვანიას მკვლელობა. როგორ ჩაარწყა ბატონმა მიშა სააკაშვილმა თავში საფერფლე და როგორ გაგუდეს ვითომ გაზით რო გაიგუდა. როგორ აკიდეს იარლიკი, ეგ ჩვენ გვაინტერესებს. აბა ბიჭო კაც რა ოღონდ კაი კუთხით გვაინტერესებს. რა სახელით გაუშვით? კაი კუთხით გვაინტერესებს. თქვენ გათახსიერებულებო თქვენ. აბა რა არ გააკეთეს, სასიბინძურეები არ აქვს დაკეთები. რომელი ერთი მხარე ავიღოთ, სადაც არ არის გლობალურად ჩადენილი დანაშაულებები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. რომელი ერთი მიმართულება არ გინდა რომ ავიღოთ, ხო? რომელი ერთი მიმართულება. მეუფე მოკლეს. აბა ხმას არიღებ. ეკლესია ხმას არიღებ პროკურატურა და ისე. პატრიარქის სამჯერ მოგვიწამლეს და სად არის? სად არის? ნუ კიდე გამოიძიეს, მაგრამ საბოლოოდ დადო ვერ გავიგე. ბოლომდე რატო არა მიყვანილი საქმე? ხო? ბოლომდე ნახეთ ახლა კიდე ამდენი ადამიანები როა ჩახოცილი. ამდენი ადამიანები რომ არის ჩახოცილი და ზღვაში 400 კაცი რო არის ჩაზირული, აი ეგ დახვერტილი ჩაზირული, ხო? ეს საქმე გამოსაძიებელი არის. ის ცინდელიანის ოჯახში ცხედარით ვერ აღიქცეს და ის ბავშვი იმ ზღვის ცხოველებში აჭმევინეს იქ და სხვა დანარჩენები. თუმცა ზღვაზე გამახსენდა რა. კი ბატონო, გეთახმებით მაგ იმას დანაშაულებში.
ეს სანაოსნო რომ გაყიდეს აწავიდა სანაოსნო, ნაციონალურმა რომ გაყიდეს. მიშა რომ გაყიდეს სანაოსნო. ამდენი ტანკერები და გემები რომ გაყიდეს. ამდენი ბიძამის თემურლაზი შავ ზღვაში. რამოდენიმე ქვეყანაში. ერთ-ერთ ქვეყანას საქართველოს ნაოსნობა არ გააჩნია. საერთოდ რომ გაასხვისეს და გაანადგურეს ის რა ქვია, ფოთის და ბათუმის კატარღის და გემსაშენი ქარხნები და ფაბრიკები. საერთოდ რო იმას ხეს, სად არის ეს ყველაფერი? რატო არ უნდა გაარკვიოს ეს კომისიამ ეს ყველაფერი? ამით გინდა თქვენ ეკონომიკის და კონკრეტულად ყველაფრის გარკვევა? ასე გინდა თქვენ რამე გაარკვიოთ? სად არის ეს ქუთაისის ავტოქარხანა? ნაციშვილის მამა. ანა ნაციშვილის მამა. ანა ნაციშვილის მამამ დაშალა და დედამთი. შეჭამა, მამა. აი ეგ არის უბედურება. არ გაინტერესებს საწავიდა ქუთაისის ავტოქარხანა? შეჭამა. არ გაინტერესებს საწავიდა რუსავის ქარხნები? ამდენი ქარხნები? მავდის ფაბრიკა? ზესტაფონის ქარხნები საწავიდა? უკრაინელებს ხელში რო არის მთელი მარგანეცი და მთელი ზესტაფონის ფერაშენობის ქარხანა. ჭიათურა უკრაინელების ხელში. ჭია ხო? თქვენ არ გაინტერესებს რა ხდება? ნაციონალი უკრაინელების ხელში, ნაციონალები დროს გასკვეთებული და იმ ხელა ხელშეკრულებების არის რომ ვეღარ ართვევენ უკან. აი ეს ყველაფერი გაარკვიეთ რა. კეთილინებად დაუბრუნეთ ხალხს. კეთილინებად დაუბრუნეთ ქვეყანას და დაუბრუნეთ ბიუჯეტს ეს ყველაფერი. იმას კიდევ გააკეთებთ და გაარკვიეთ ვინ მოიფიქრა პარლამენტარების 12000 ლარამდე ხელფასის გაზრდა. გაარკვიეთ ვინ მოიფიქრა მინისტრები 12000 ლარამდე ხელფასის გაზრდა. გაარკვიეთ გარკვევით ვინ მოიფიქრა მაღალ ჩინოსნების, მაღალი პირების 15000 ლარამდე ხელფასის გაზრდა. და გაარკვეთ კონკრეტულად ყველა მინისტრის მოადგილის და იმის ბიუჯეტური და ფულების ჭამა და პარლამენტზე ფულების ჭამა. ეს ყველაფერი გაარკვეთ. და მე სიცხვილია. ძალიან დიდი დავალება გაქვს ხალხისგან იცოდეთ. რა თქმა უნდა. ძალიან წარეთ მოგთხოვთ პასუხს იცოდეთ რა. გამიგეთ? სიცხვილია. ეს აღარ გიშველი თქვენ. სიცხვილია არის ახლა. საგურამოში, წავკიში, შინდიში მილიონიანი და 2 მილიონიანი სახლები და დაჩები და ვილების აშენება. კარგად ვიცი. მთელი ინფორმაცია მაქვს. იცი რატომ მაქვს ინფორმაცია? მშენებლობასთან მაქვს პირადი კავშირი. მშენებლობასთან. კონკრეტულად მშენებლობასთან და ზუსტად ვიცი ვის რა სახლები და საიდან გაქვს და როგორ გაქვს. გამიგეთ? და ბასეინებს რო არჩევთ ბატონო ჩემო, განსაკუთრებულად 50 და 100000 დოლარიან ბასეინებს რო აღიჩევთ. აი კვადრატულ მეტრში მოზაიკაში რო 200 ევროს სიხდით. კვადრატულ მოზაიკაში და რამდენი 1000 კვადრატი ჭირდება იმის მოპირკეთებას. გამიგეთ ხო? აი ყველაფერი გაარკვიეთ. ძალიან გთხოვთ. თორე მე როგორ თხოვნა აღარ იქნება. მე როგორ თქვენ დაგვიწყებთ თქვენ უნდა ხვეწას რა. მე ძალიან დიდი მასშტაბით ვაპირებთ თქვენს კომისიაში აი კონკრეტულად ცხვირის ჩაყოფას. იცი რატო? მონიტორინგს. აი ესე ცხვირი ქართულად ვიძახ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ხალხის გასარკვევი. ეს არის ყველაფერი ხალხისთვის საბოლოო სიკეთის და მშვიდობის დასაბრუნებელი. მშვიდობის ეკონომიკური კეთილდღეობის დასაბრუნებელი და ეს ყველაფერი უნდა დაბრუნდეს ისე საბოლოოდ ეშელოს ქვეყანას. სხვანაირად, წინამდე შემთხვევაში იმას მიიღებთ, აი რა თქვენ არ გინდათ. მე ბატონო რამას კიდევ რა არის, იცი რა მართლაც ზვარზეა მისული ეს ამდენი უპატივცემულობა და ამდენი უსამართლობა კაცო ამ ვეტერანებმა რა დააშავა. სიცხვილი არის კაცო როგორ შეიძლება ასე ეს 100 ლარი გასაგებია რაღაც გარკვეულ იმას რა ქვია კატეგორიას მისცეს 100 ლარი და გარკვეულ კატეგორიას დაუტოვეს ისევე 22 ლარი. ამის გარდა კიდევ ის რომ არის იქ საშემოსავლოს უქვითავთ კაცო ადამიანს ვეტერანს ის რაღაცა ბიზნესი აკეთებს ხო და 3000 ლარამდე აი სამარცხვინო არის ბიჭო 3000 რატო 3000 ლარამდე არ მქონდა 3000 ლარამდე ადრე შეღავათ გააკეთეთ ესეც გაარგვიეთ კაცო რა დააშავა იმ ვეტერანებმა რომელსაც ისევე ის ავაცახსენებელი სააკაშვილის დროინდელი 22 ლარი დაუტოვეს ეხლა გავაკეთებ ჩამონახვა ამას მიხედეთ რა ყველაფერს მიხედეთ და რომ მიხედავთ ამას ყველაფერს კარგად გამიგეთ რა ყველანი იქდებიან თქვენი მადლიერები გაიგეთ და აღარ იქნება ის რაღაც უკმაყოფილების ფონი მე ამ ქვეყანაში რომელიც დღემდე მოგდებს თქვენ რა უბედურება რაშია ნახეთ ვეტერანები ყველა მსოფლიოში, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არიან ყველგან პატივსაცემი ხალხი. და პატივცემული ხალხი. ვინც თავი გაწირა და ზოგი დაიღუპა, ზოგი დასახიჩრდა, ზოგი სამუდამოდ დაინვალიდა, ან საუბრის საშუალება არ აქვს, ან თქვა მხედველობის საშუალება არ აქვს, ან თქვა მოძრაობის საშუალება არ აქვს, ან სმენის საშუალება არ აქვს, ან რა ვიცი, ან სამწუხაროდ და რა 100 ლარ და 22 ლარზე ალაპარაკებთ ხალხო. ნამუსი არ გაქვთ. დაინიშნეთ 12 და 15 7000 ლარით მოიმატეთ ხელფასები. ხო და მაგათ ჩინოსნები. ამათ ბიჭო და თქვენ ესე იგი ვეტერანებს დაუტოვეთ ისა და თუნდაც როგორ შეიძლება პენსიონერობა კი 300-400 ლარი რა არის ვეტერანიშვის.
სულ ცოტა ვეტერანს, სულ ცოტა უნდა ქონდეს დღეში 30 ლარი, 40 ლარი, სადღაც 1000-1200 ლარი, რომ იმან თავის დარჩენილი ცხოვრება მინიმუმ ელემენტარულად შიმშილში მაინც არ გაატაროს. შიმშილში. იმიტომ რომ იმან თავის დროზე გაწირა ცხოვრება, რომ თქვენ ყოფილიყავით ჯანმრთელად და თქვენ არ გეშიმშილათ. და თქვენ არ ყოფილიყავით ცუდ მდგომარეობაში და ქვეყანა ყოფილიყო ბედნიერი. ამას თავი დავანებოთ. ესე იგი, საპენსიო ფონდის თავმჯდომარეს. 20 ლარი მომოდეს პენსიაზე. ვიღაცა მართლა როჟა ხარ რა. არ ვიცი სახელი და გვარი, არც მაინტერესებს, მაგრამ კომისიაში შეიტანეთ და გაუცხლებათ. ტიპმა რომ 35 ლარიანი პენსიების ნამატი დაარიგოს, ხელფასი გაუხადეთ 15000 ლარი. თქვენ ნამუსი არ გაქვთ ბიჭო. თქვენ ნამუსი არ გაქვთ, რომ ხელფასებს უხელმძღვანელოს 35 ის უკაცრავად პენსიებს უხელმძღვანელოს 35 ლარიანი ნამატით. და მაგ უნდა დათვალოს და უნდა დაავალოს ვიღაცებს და 15000 ლარს აძლევთ თვეში. წელიწადში აძლევთ 180000 ლარს. რაში? ბუღალტერიაში? რომ ბუღალტრებს დაამალოს? თქვენ სინდის ნამუს თუ გაქვთ საერთოდ? პირველი, მეორე, მესამე კატეგორიის პენსიონერებს რას ლარს აძლევთ? არ წვენიათო. მე იმ პენსიონერებზე ლაპარაკი, რომლებსაც 60 და 65 წლის შესაბამისად ქალდაკას არ გახტომია. ანუ ასაკი დაბალი პენსიონერებზე მხარ. დიახ, დიახ. კატეგორიები რო გაქვთ. რას და 200 ლარს აძლევთ? არ წვენიათ რომ იგივე პენსიონერია, იგივე წამალი უნდა და თქვენ არ ვიცი მინიმუმ 4500 ლარს არ აძლევთ, ელემენტარულად ჩაის და კარაქიანი პურის და შაქრის ფული გქონდეთ, ელემენტარულად და საჭმელი ჭამონ, თუნდაც წინაკვილებით, უკანაკვილებით არა, რო ვერ დაღეჭავენ არა. აი ელემენტარულად. რას აკეთებს ეს კომისია და რა უნდა გააკეთოს? აი ეს ყველაფერი განსაზღვრეთ. პრიორიტეტები დაალაგეთ ყველაფერი სასწრაფოდ და ის ხალხის ის კატეგორია, კიდევ ვიძახი, საზოგადოებისთვის ღირსეული კატეგორიის ხალხი აბსოლუტურად. ვინც ადამიანობა, ღირსება, სინდის ნამუსი აქვს შენარჩუნებული დღემდე, რამოდენიმე ათეული კაცი ვინც იქნება, ხო? ამოარჩიეთ ქალაქში და რაიონებში და შეიყვანთ იმ კომისიაში. სასწრაფოდ, თავისთავად ცხადია, არავითარი მეუფეების და მღვდლების და ბერების გარეშე. ისინიც აუცილებლად. ეხლა ნახეთ ბატონო რამას თვითონ ტრამპმა ხა გააკეთა განცხადება, ესეთი განცხადება დღეს. და ნახეთ რამხელა, ესე იგი წინ გახედული და რამხელა თვითონ აქვს ამ ადამიანს იმ ორგანიზატორობის ნიში და ფიქრობს თავის ხალხზე. რომ მეო სამი თვითო წვეტო ყველანაირ საგარეო დაფინანსებებსო. ანუ NGO-ები, რომლებიც ფინანსდებოდა და მიდიოდა ბაიდენის ხელისუფლების დროს და ეს NGO-ები, რომელი NGO-ების ანგრევდა ჩვენ ქვეყანას და სხვა ქვეყნებს, ხო? იმათ შეუწყვეტა დახმარებები. რამდენად ესე იგი ეს დახმარება იყო სარგებელი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. და რა ესე იგი ან იმ ქვეყნისთვის რომელიც ქვეყნა ასამდე მთავარი კანონი შეცვალა გააუქმა ხო მაგრამ მე ეს ამას ამ კონკრეტულ იმაზე გეუბნებით ხო ესე იგი ანუ იმ ჩვენ ჭინკებს და ჩვენ ამ სექტანტებს და ამ კუდიანებს ეგ გადაგეკეთათ კრანი ხო ამ კაცმა ნახე რა გააკეთა ამ კაცმა გააკეთა ეს თავის ქვეყნისთვის ფიქრობს ეს კაცი გაიგრო ის ესა თანხები ის უთავბოლოდ ესე იგი რომ იტყვი მიმართულებით თანხები ხო ისევე თავი ქვეყანას დაუტოვა გაიგე თავი ქვეყანას აი ოსნებასო ორი თვიანი იმებს უწყობთ რა ქვია თუ სამ თვიან თუ რა ვიცი ამდენ ამის 20 წლის გაფარჩაკება რო გინდათ და სინამდვილეში 20 კარგად იცის რომ ხალხი რო ვართ აქ და თქვენ ზუსტად ჩვენი იმედი რო აქვს ხალხის იმედი იმიტომ რომ ვერ გააფარჩაკებთ კი ბატონო კი ბატონო ანუ რატო დაიწყეთ ეს ყველაფერი ადრე წლების უკან იმიტომ რომ აგენტების შესახებ კანონი აუცილებლად არ შეიტანა ხო კანონი ანუ უფრო საჯარო რეჟიმში არ გაგატარათ როგორც აგენტებად აი ეგაც სასწრაფოდ გამოიკვლიეთ კომისიით სასწრაფოდ იყოს ხილებული ყველა აგენტი და კონკრეტულად ყველა გათახსირებული მაიმუნი მამაძაღლი იყოს აბსოლუტურად საჯარო რეჟიმში შეტანილი მარტო ხილება კი დასჯილი უნდა იყოს დააჭი არა აი ჯერ ხილება კომისია ვერ დაჭის კომისია უნდა გამოიტანოს მე პროკურატურა დასაჯს კი ბატონო პირდაპირ შესაბამისად კომისია უნდა დოს დასკვნები უნდა დადოს კომისია შესაბამისად მიდი აბა ტრამპმა გააუქმა ახლა ანალოგიური ის რა ქვია დაფინანსების სისტემა თქვენთვის მიდი აუხდეთ რამს და მიდი დაუწყეთ ანაკ დაუწყეთ ტამს ბლატაობა და ანი მიდი გები ჩავტარო ნახე ხوار გონია მე ჩვენი პოლიციასავით მოგეფერებია არა ბატონო ცხენის ნალებით დაგამტრევენ სახეებს ცხენის ნალებით ევროპაში და ამერიკაში და პირდაპირ გეუბნებით რომ მანქანით სამხედრო თუ უკაცრავად პოლიციის მანქანებით დუგებით დაგლეწავენ ჩაოლებრივად. იცი რა არის? და ყველაზე მინიმალური თქვენი მოფერება იქნება, თქვენი მოფერება. აი დრინებით დაგამტრევენ ნეკნებს. აი როგორც ექსევიან ევროკა, მე ხო ამას ხარ ვიგონებ. ეს არის ევროკავშირი და ამერიკის
აქციების დაჯის როგორი ქვია ბატონო მტრისან? დემოკრატიული მეთოდი. დემოკრატიული მეთოდი. აი დემოკრატიულად მოგექცევით. ეხლა ნახეთ ხო თქვენ დემოკრატია გინდათ, აი ესე მოგექცევით. ეხლა მაინც იქ არიან, ეხლა მაგენი იქ ჭინკები, სულ აქ იმყოფებიან, ხო? ამერიკის შეერთებულ შტატებში და დღეს კიდევ ტრამპმა ეს კანონი ამ კანონს მოაწერა ხელი, რომ შეგიწყოთ დაფინანსებები. მაინც მათყრი ხართ და მაინც მადაგდიხართ და არ გიშვებენ, შენობასთან ახლოს არ გიშვებენ, მაინც ეზოში არ გიშვებენ და გაშალეთ ახლა ეს ისეთი ტრანსფერატორები და პლაკატები გაშალოთ და დაუგდოთ მიტინგი პლაკატი. აქედან მიტინგი ჩავდოთ ტრამპს, იქ. ლობიოს, სიმინდის და კარტოფილის თესლები აქედან დაგჭირდება. თქვენ თვითონ თესლები ხართ. ბადვე ნახავთ მაგ თესლებს და ბადვე დარგე და ორივე ერთად ითესლებთ რა, ისინი და თქვენს. ანუ ერთად მოიყვანთ რა. იქაური თესლებზე გვაქვს ლაპარაკი, ანუ ამერიკულებზე რა. ანუ ამერიკელებზე თქვენნაირ ვინც არიან იქ თქვენი საძმო და სადაქალო რა. ლობისტები რო ყავთ იქ. ლობისტები რო ყავთ. აი დაგინახავთ აწი როგორი ბლატაებთ რა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, კიდევ და კიდევ მინდა რომ თქვენ ყველა თვალყური ადევნოთ იმ კომისიის მუშაობას. ჩვენი მხრიდან ყოველთვის ვიქნებით აქტიურები. აი ბატონმა რამაზმა თქვა და ეს ადამიანი ყოველთვის არის მართლაც ამ აქტიურ პოზიციაზე და მე მჯერავს ამის და ვიცი კაცვის ადამიანი ჩვენ წლებია მოდივართ ერთად და წლები არის ბრძოლობთ იმისათვის რომ ქვეყანაში იყოს სამართლიანობა და იყოს ნორმალური და მშვიდი ცხოვრება და ქართველმა იგზნოს თავი ქართველად და ჭეშმარიტ ადამიანმა იგზნოს თავი ისე როგორც მას ეკადრება, ხო? ამისთვის ბრძოლობთ ჩვენ და ამისთვის ავართოთ ჩვენ დღეს თავგადადებული ვართ და დღესაც არ ვისწრებთ. ამიტომ დღესაც ჩვენ სიტყვას გალევთ და პირობას გალევთ რომ ჩვენ მივადენთ თვალყურს კომისიის მუშაობას და თუ რამე იქ რამეს ისეთ შევამჩნევთ რომელიც ესე იგი მიმართულებაც არ იქნება სწორი და რაღაც გარკვეული ხარვეზე იქნება ჩვენ განგაშის სულ იქნებიან ხალხის კონტროლის ქვეშ, მოსახლეობის კონტროლის ჩვენ ქვეშ. განგაშის ზარებს ავტეხავთ და მით უმეტეს ახლა მე პირადად მაქვს იმის საშუალება რომ ეს გაკონტროლდეს ჩვენი ტელევიზიის საშუალებით და ჩვენ ჟურნალისტების გვეყოლება იქ ყოველთვის ასევე ალტიფოს საშუალებით. არც მაგის სიამოვნებას არ მოგაკლებთ. ეს იქნება ჩვენი მხრიდან, ამიტომ კიდევ ვიმეორებ, რომ ჯობია და ჯობს ეს, რომ თქვენ თუ გინდათ რომ ხალხის ნდობა მოიპოვოთ და თუ გინდათ რომ დაებრუნოთ ის, რომელიც დაკარგეთ, ხო? ეს გააკეთეთ სწორი მიმართულებით და ყველა მიმართულებით სიღრმისეულად გამოიძიეთ და გამოიკლივეთ ისინი, რაც ჩვენ ახალთქვით და რაც ბატონმა რამაზანმა თქვა და რაც კიდევ ძალიან ბევრი სათქმელი გვაქვს და გეტყვით და მზათა ვართ ჩვენ პირადად თქვენთან ვითანამშრომლოთ ყოველგვარი ანგარების გარეშე ჩვენ არაფერი არ გვინდა, იმიტომ რომ ეს ჩვენ ქვეყანას ეხება, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეხება და თვითონ ჩვენთაგანი ოჯახს ეხება და ჩვენს ერს ეხება, ჩვენს ბერს ეხება, ჩვენს ეკლესიებს ეხება, ჩვენს წვენას ეხება, ჩვენს მართლმადიდებლობას ეხება. იმიტომ რომ გლობალურად, კომპლექსურად რომ დაიწყებთ ამ საქმეების გამოძიებას, ხო? ეს არის ერთი დიდი უზარმაზარი საერთაშორისო დანაშაული. ჩადენილი ქვეყნის სახელმწიფოს წინააღმდეგ და ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანების წინააღმდეგ. ამიტომ ეს უნდა გამოძიოს. ზუსტად იმ ემიგრანტების წინააღმდეგ, ვინც გაყარეთ ამდენი წლების განმავლობაში, 2000 წლების განმავლობაში, 3000 წლების განმავლობაში 2 მილიონი ადამიანი. აი ვინც გაყარეთ ზუსტად იმათ წინააღმდეგ მოხდა ეს ყველაფერი. ამიტომ ჩვენ ყოველთვის გავაკონტროლებთ ყველაფერს. დიდი მადლობა რომ გიყურებთ. კარგად ვანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. ჩვენ, როდესაც დაიწყებს კომისია მუშაობას, ყოველდღიურად ამ გადაცემებიდან, ალტიფოდან, სეზონიდან და კიდევ იქ არის ისა რა ქვია ტელევიზიები, რომ კონსერვატიულ მთაზე ყოფილი ტელევიზიები, მოგაწვით ინფორმაციას ყოველთვის როგორ მიმდინარეობს ამ კომისიაში მუშაობა და რა ესე იგი შედეგებს და ეს კომისია. კარგად ვანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.